მოგესალმებით ჩემო კარგებო, როგორ ხართ? მადლობა თქვენ, რომ ჩემთან ხართ კვლავ. მადლობა თბილი კომენტარებისთვის, უკავშირისთვის. ეს ნამართლაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გეტყვით, ვინც პირველად ხართ, გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. პირადი კონსულტაციისთვის კი მითითებულ ნომერზე, WhatsApp-ზე შეგიძლიათ მომწეროთ. მე მინდა თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა, რით გამოგარჩევთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი სხვა ქალებისგან. ნახოთ, რა არის თქვენი ფიშკა, ეგრეთ წოდებული. რით გამოგარჩევთ, რითი ხართ გამორჩეული სხვა ქალებისგან, რა პრიორიტეტები გაქვთ და რა არის თქვენი ეს მაგიური თვისება, რითიც განსხვავდებით სხვა ქალებისგან. ნახოთ, რას ფიქრობენ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანები თქვენზე. გაშლა გავაკეთოთ სამ ვარიანტად. აბა, პირველები, მეორეები და მესამეებო, რითი გამოგარჩევთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. მეორე და მესამე. მესამე არ ჩანს, ხო? აი ჩანს. პირველი ვარიანტი, ამეთვისტოს სამაჯური. მეორე ვარიანტი, გიშერი და მესამე იყოს ვეფხვის თვალი. აბა, კონცენტრირდით. დახუჭეთ თვალები. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. რომელი ვარიანტიც მიიპყრობს თქვენს ყურადღებას? პირველადვე თვალს რო გაახელთ და მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. პირველი, მეორე და მესამე. შეგიძლიათ დააპაუზოთ და ისე აირჩიოთ თქვენი სასურველი ვარიანტი. მე კი მოგესალმებით პირველებო, ვინც აი ეს ამეთვისტოს სამაჯური და პირველი ვარიანტი აირჩიეთ. მაშას რითი გამოგარჩევთ თქვენი ადამიანი სხვა ქალებისგან? რითი? რას ფიქრობს ის თქვენზე? მეგობრებო, ფიქრობს, რომ საკმაოდ ენერგიული ხართ, საკმაოდ ცეცხლოვანი ხართ, საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას. ძალიან მიზანდასახული ქალბატონები ხართ. საკმაოდ შემდგარი, პროგრესულები, სექსუალურები, ქარიზმატულები და იმაზე მეტის აღება გიწევთ თქვენ თავზე, ვიდრე ქალმა უნდა გააკეთოს. კიდევ რითი გამოგარჩევთ სხვა ქალებისგან თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? და მიუხედავად აი ამ თქვენი ასეთი აქტიურობისა, როგორიც თქვენ ხართ, შრომის მოყვარეობისა, როგორიც თქვენ ხართ, ასევე ხართ ძალიან მგრძნობიარეები, საკმაოდ მგრძნობიარეები და საკმაოდ არაპროგნოზირებადი ხასიათში. ხან ხართ მელანქოლიურ განწყობაზე, ხან კი ძალიან მხიარულები და მგრძნობიარეები ხართ. სწორედ აი ეს თქვენი ცვალებადობა, თქვენი სიძლიერის და მგრძნობიარობის ცვალებადობა მასში იწვევს ცოტა გაურკვევლობას და თითქოს აი ეს ამოუცნობი ბუნება თქვენი იწვევს ძალიან დიდ აზარტს მასში. ძალიან მოწევს, როდესაც მხიარული ხართ, როდესაც აფრქვევთ აი ენერგიას,
თქვენ შეგიძლიათ სადაც შეხვალთ, ყველგან გააცოცხლოთ გარემო, აი რაღაც ახალი შეიტანოთ, სიახლე შეიტანოთ, ყველგან შეიტანოთ თქვენი სიცოცხლე, თქვენი ენერგია, მხოლოდ მასში კი არა, ზოგადად თქვენი ენერგიით გარშემო მყოფებს ატყუებებთ და აცოცხლებთ ირგვლივ ყველაფერს. კიდევ რითი გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან? რითი გამოგარჩევთ და იმპერატრიცა ხართ, მეგობრებო. პირველებო, ვინ ხართ? გამომეხმაურეთ, რა ქალბატონები ხართ. ყველანაირი ქალური თვისებებით შემკული, რესურსული ქალბატონები, რომელთაც შეუძლიათ ყველა და ყველაფერი შეცვალონ თავიანთ გარშემო, მიიღონ და გასცენ სამყაროში ყველანაირი სიკეთე, სილამაზე, საკმაოდ მომხიბვლელები ხართ, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანი სამყაროთი. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გამორჩეული ხართ, იმით, რომ ხართ როგორც კარგი დედა, კარგი დიასახლისი, ასევე საკმაოდ სექსუალური მომხიბვლელი ქალბატონი, რომელსაც შეუძლია სამყაროში ყველა და ყველაფერი დაიმორჩილოს, ყველა და ყველაფერი მოხიბლოს და თავისი რესურსულობით, წარმატებულობით იყოს აი პირველ საფეხურზე და ეკავოს თავისი ადგილი აი ამ სამყაროში. გილოცავთ და მე ველი და მინდა გიხილოთ, ვინ ხართ პირველებო, და გემშვიდობებით, საოცარი ენერგიები შემოვიდა და ძალიან გავხალისდი მეც. აქვე მინდა მოგესალმოთ მე მეორე ვარიანტს, ვინც აი ეს გიშერის სამაჯური ავირჩით. მოგესალმებით მეორეება. ნახოთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რითი გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან. მეგობრებო, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც თქვენ ხართ ქალბატონი, რომელსაც შეუძლია სიმყუდროვე, ოჯახური გარემო, სითბო შეუქმნას და კომფორტი მამაკაცს. შეიძლება თქვენ ამ ადამიანთან ოჯახური გარემო არც გაკავშირებდეთ, მაგრამ ეს ადამიანი, როდესაც თქვენთან არის, თქვენ სივრცეში მას უქმნით გარემოს ოჯახისას. თქვენ ხართ მისთვის ყველა და ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ ის სითბო და სიყვარული, ის ერთობა, რასაც ოჯახი ქვია. როგორი ადამიანი ხართ? სავსე ხართ სიყვარულით, სითბოთი და აი ამას უნაწილებთ გარშემო მყოფებს. ადამიანი ხართ სიყვარულისთვის გაჩენილი პირველ რიგში. გრძნობიარე ქალბატონი ხართ, მაგრამ პირდაპირ, აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გრძნობიარე ხართ, პირდაპირ არ იღებთ გადაწყვეტილებას. მას ხიბლავს თქვენი შორსმჭვრეტელობა და ის, რომ მყარად დგეხართ დედამიწაზე. მას ხიბლავს ის, რომ შეგიძლიათ გაანალიზოთ სიტუაცია და მხოლოდ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. მას მოსწონს თქვენი სტაბილურობა, ძალიან სტაბილური ადამიანი ხართ თქვენ და შეგიძლიათ აი ამ თქვენი გონებით და შორსმჭვრეტელობით მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება
ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ირგვლივ მყოფებს და არც თქვენ. რითი გამოგარჩევთ ეს ადამიანი სხვა ქალბატონებისაგან? მეგობრებო, რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში, დეპრესიულ, აპათიურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ხართ ის ადამიანი, რომელიც აღდგება ფერფლისგან, რომც დაიწვათ. აღდგებით ფერფლისგან და ყოველთვის ახალ შანსს გამონახავთ, ახალ შესაძლებლობას, რომ ხელმეორედ წამოდგეთ ფეხზე. იმ კრიზისულ სიტუაციაშიც თქვენ შეგიძლიათ სწორი არჩევანი გააკეთოთ და ხელახლა მიიღოთ სამყაროსგან ის შანსი, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ დადგეთ ფეხზე და თავიდან განაგრძოთ ცხოვრება. ეს თვისება წარმოგაჩენთ მის თვალში საუკეთესო ქალბატონად. კიდევ ერთი არკანით, რითი გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან? ძალიან სამართლიანი ხართ ამავე დროს. ძალიან სამართლიანი ხართ და ვინც დაფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენი რჩეული მამაკაცი ასეთი ქალბატონის გვერდით იგრძნობს ნამდვილ მამაკაცად თავს და თქვენ, იმიტომ რომ თქვენ უქმნით სტაბილურობის განცდას, თქვენ უქმნით კიდევ ერთხელ ოჯახის განცდას და თავს აგრძნობინებთ თბილ გარემოში და წარმოაჩენთ მას ნამდვილ მამაკაცად და თვითშეფასებას უმაღლებთ ამ მამაკაცს და კიდევ ერთი თვისება თქვენი არის ის, რითიც გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან, რომ ხართ საოცრად სამართლიანი. მადლობა მეორეებო, დაგემშვიდობებით და მე ველი თქვენს კომენტარებს რამდენად რეზონირდა და მე მინდა მოგესალმოთ მესამე ვარიანტს. მოგესალმებით მესამე ვარიანტს. ვინც ვეფხვის თვალი ავირჩიეთ, სამაჯური უბრალოდ ვეფხვის თვალით. აქ როგორ ხედავთ თქვენ და როგორი ქალბატონი ხართ და რითი გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან? მიუხედავად თქვენი ასაკისა, შეიძლება უთქვამს კიდეც თქვენთვის, რომ რა ბავშვური ხარ. თქვენში ეს ბავშვური სიცოცხლე, სიწრფელე და გულახდილობა ძალიან მოსწონს. ძალიან მოსწონს თქვენში, იცით რა თვისება? შეგიძლიათ თქვენ ერთი ხელის მოსმით დაანგრიოთ ის, რაც უკვე მოძველებულია, უკვე არაფრის მაქნისია. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს ცუდი რეალობა ძალიან მარტივად კარგისკენ. თქვენ შეგიძლიათ ცუდი დაასრულოთ მარტივად და ახლად აიდგათ ფეხი. თქვენ შეგიძლიათ ბავშვური მიამიტობით, მინდობლობით სამყაროს მიმართ დაიწყოთ ცხოვრება თავიდან. თქვენ შეგიძლიათ იცელქოთ, როცა საჭიროა, ინავსოთ. შეიძლება გაქვთ ძალიან კარგი იუმორი და ძალიან მოსწონს ეს. და ამავე დროს თქვენში ხედავს ძალიან დიდ ერთგულებას და რა მხრივ? გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან იმით, რომ ხართ ადამიანი,
რომელსაც თუ უყვარს, შეუძლია უსასრულოდ ელოდოს ადამიანს, თავის საყვარელ ადამიანს. რითი გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან? სადაც შედიხართ, შეგაქვთ ცვლილებები, მეგობრებო, სადაც შედიხართ, მუდმივად ცვლით თქვენს გარშემო გარემოს, ყველას და ყველაფერს. რითი გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან? არასოდეს დატოვებთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს მარტოს. როდესაც ხედავთ, რომ ადამიანს უჭირს, როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი ცუდადაა, თქვენ ყველაფერს ცდილობთ, რომ ამ ადამიანს დაუდგეთ გვერდით და გამოიყვანოთ ის კრიზისიდან. თქვენ შეიძლება ამ ადამიანს გაუჟღერებია თქვენთვის, რომ თითქოს მკურნალი ხართ, თითქოს სულის მკურნალი ხართ, ძალიან ძლიერი ხართ, ძალიან დიდი სიძლიერეა, როდესაც დავარდნილ ადამიანს შეგიძლიათ მიხედოთ, სული ჩაუდგათ და ფეხზე წამოაყენოთ. და შეიძლება ეს ადამიანი არც თუ ისე კეთილგანწყობილი იყოს თქვენს მიმართ, მაგრამ რაც არ უნდა ეს ადამიანი თქვენს მიმართ ცუდად იყოს განწყობილი, როდესაც ხედავთ, რომ ეს ადამიანი ცუდადაა, თქვენ მას ფეხს არ დააბიჯებთ და აი ეს მის თვალში აგამაღლებთ. რითი გამოგარჩევთ სხვა ქალბატონებისგან? ეს ადამიანი. ძალიან გონებამახვილი ხართ. ძალიან გონებამახვილი ქალბატონი ხართ. ხართ ქალბატონი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას, იყოს წარმატებული, იყოს მუდმივად ვითარდებოდეს, მუდმივად სწავლობდეს და ძალიან კარგად შეგიძლიათ არსებული სიტუაციიდან ლოგიკური დასკვნები გააკეთოთ. თითქოს ძალიან შორს მჭვრეტელი ხართ და ძალიან მაგარი ინტუიცია გაქვთ. ხართ ქალბატონი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ბარიერი გადალახოს და წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ თუ გაბრაზდით, თქვენ შეგიძლიათ ყველას და ყველაფერს მიუჩინოთ საკუთარი ადგილი. რით გამოგარჩევთ კიდე სხვა ქალბატონებისგან? სამყარო ხართ. შეგიძლიათ, მეგობრებო, რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში იყოთ, თქვენი ერთი გადაწყვეტილებით მთლიანად შეცვალოთ სამყარო. თქვენ შეგიძლიათ მთელი სამყარო შეცვალოთ ამ ადამიანისთვის, ამ ადამიანს დაანახოთ, თქვენი გონიერებით შეგიძლიათ დაანახოთ ყველანაირი სიკეთე ამ ქვეყნის, ყველანაირი ცუდი სიტუაციიდან შეგიძლიათ შემოატრიალოთ ყველანაირი ცუდი სიტუაცია და კარგისკენ შეცვალოთ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო. მე არ ვამბობ ამას, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ამ ადამიანის ფიქრებს ვკითხულობ, რითი გამოგარჩევს სხვა ქალბატონებისგან. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სამყარო. და მისთვის ალბათ მართლაც გამორჩეული ქალბატონი ხართ. გილოცავთ, რომ ასეთი წარმოდგენა აქვს თქვენზე, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა და ყველაფერი შეცვალოს. კი, და თქვენ ხართ საბედისწერო ქალი.
ქალი, რომელსაც ვერ დაივიწყებს ვერც ერთი მამაკაცი თუ მის ცხოვრებაში აღმოჩნდება. თქვენ ხართ მისთვის საბედისწერო დაუვიწყარი ქალბატონი. გილოცავთ და მე თქვენ გემშვიდობებით, ველი თქვენს კომენტარებს, დიდი მოთმინებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარები, დროებით გემშვიდობებით.